ქუთაისში საბინაო ფონდის არარსებობის გამო მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში უსახლკაროდ დარჩენილი 39 წლის დავით ტოგონიძე ღიაცის ქვეშ ცხოვრობს. ტოგონიძეს უსახლკარობის გარდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებიც აქვს. ცხოვრობ აქ პარკში მაწვიმს, მათოს 6 თვეა რა ამ მდგომარეობაში. ყველაფერი მქონდა მე, მაგრამ ახლა აღარაფერი აღარ მაქვს. რაც მაწვია, ეგ იმას ტანზე. დავით ტოგონიძის მსგავსად ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკს კიდევ ერთი უსახლკაროდ დარჩენილი აფარებს თავს. დიმიტრი მეფარიშვილი მიუხედავად უსახლკარობისა თავს საკუთარი შრომით ირჩენს და საკვებად საჭირო პურის ფულს სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულებით ჩაულობს. არცად არ ვცხოვრობ, არა მაქვს საცხოვრებელი პარკი. ახლა იძულებული ვარ რა პარკში ვზივარ და პარკში აქ ვძინავს და აქ წევ. ცოტა შემიძლია კიდევ რაღაცა და გავარ აგერ ბირჟა შრომითით გას შრომელი ხალხი და რაღაცას ცოტა წავიმუშავებ და ასე გამაქთავი. ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაცია და ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უსახლკაროდ დარჩენილებზე დაუყოვნებლივ იზრუნოს. ამბობენ, რომ უსახლკარო არის ეს ადამიანი და ზოგიერთი იცრუს კიდევაც აქ მე გავისაუბრე და ძალიან მეწოდება, ადამიანურად მეწოდება, რაღაცა ხოლმე მიხედავს და წაიღებს. სახლი არ გაგაჩნია, კარი არ გაგაჩნია, პატრონი არ გაგაჩნია, ფული არ გაგაჩნია. არის აქ ცოტა წევს. 1000 ხამეგებზე ხამე. ცოდვაა, კი მაგრამ ჩვენთან არა, არც უპატრონო სახლია, არც ნუ მაგის საშუალება, რომ მაგის რო წეიყვანო. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ინფორმაციით, მათთვის ცნობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თავს ქუჩას აფარებენ. თუმცა იქამდე, ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობას მიტოვებულ შენობა-ნაგებობებს გადმოსცემს, უსახლკაროებისთვის საბინაო ფონდის შექმნას მიმავალ წლამდე დააგვიანდება. სოციალური ფონდი ძალიან მძიმეა, ამ ხალხის საყოფაცხოვრებო პირობები რა თქმა უნდა მძიმეა. მასზე საუბრები და მუშაობა არის, თუმცა ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით გარკვეული შენობების თვითმმართველობის ბალანსი გადმოცემას, ანუ გაგვეხსნება ხელები ოჯახების განსახილვად. საბინაო ფონდის შექმნამდე იმ ადამიანებისთვის, ვისაც არც ქედის გადახდის საშუალება და არც ნათესავების იმედი აქვთ, ზამთარში ქუთაისის მერიამ შესაძლოა კარვები მიმდინარე წელსაც მოაწყოს. ქუთაისში თავშესაფარს ბოლო 3 წლის მანძილზე 9 ასოციაცია მიუწევდა.